გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ თქვენთვის საყვარელ თემაზე ვიდეო, ეს გახლავთ სასიყვარულო თემა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც მიწერთ კომენტარებს, ვინც გამოიწერეთ ჩემი ეს ახალი TikTok-ი, ასე ვთქვათ, ეს ახალია, ბოლო 1 წელია, რაც ეს TikTok-ი მაქვს და ეს ჩემთვის სიახლეა. უღრმესი მადლობა თქვენ ყველას, თქვენი თბილი, პოზიტიური კომენტარებისთვის. გისურვებთ ყველას წარმატებებს და წინსვლას ცხოვრებაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ განვაახლე მამაკაცების მიღება ტარო კონსულტაციაზე. კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერეთ პირადში, რა თქმა უნდა. უმრავლესობა თქვენგანმა იცით, რომ ონლაინ ტარდება კონსულტაციები WhatsApp-ზე ან Messenger-ზე ზარით. მაშასე წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი ვიზუალურად, თქვით მისი სახელი გულში, მოკალათით კომფორტულად და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ესე იგი, სიგნიფიკატორი ცოტა ესეთი არასასიამოვნო ამოვიდა, ასე ვთქვათ. თქვენი ადამიანი ახლა არის რაღაც გაუგებარ სიტუაციაში, შეიძლება ითქვას, მან არ იცის რა გააკეთოს, როგორ მოემოქმედოს, საით წავიდეს, ასე ვთქვათ, უამრავი ფიქრები აქვს თავში, მას სურს რაღაც დამალოს, დაფაროს, რაღაც ძველი სიტუაცია დაბრუნდა მის ცხოვრებაში და საჭირო აქტიურობა, სწრაფი აქტიურობა. ეს რატომაც ეს ამოვიდა და თქვენ რომ მეხთეთ, ეხლავე მოვიფიქრებ, როგორ გითხრათ, ესე იგი. ეს არის აქტიური ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს, რომელიც არასოდეს არ ამხელს მას გულში, რაც აქვს, საუბრობს ერთს და აკეთებს, ასე ვთქვათ, მეორეს. ცდილობს, რომ უფრო მეტი იმოქმედოს, ვიდრე ისაუბროს. აი რაღაც დაახლოებით ასეთი არის თქვენი ადამიანი. ისაუბროს, ანუ საკუთარ გეგმებზე ნაკლები, თორე შესაძლებელია ისე ძალიან კომუნიკაბელურია და მშვენივრად საუბრობს. უბრალოდ თავის თავზე მას სურს, რომ ინფორმაცია იყოს დაფარული და უფრო მეტად ქმედებებით წარმოჩენდეს ის თქვენს თვალშიც და საზოგადოების თვალშიც ზოგადად. კარგით, ვინც შეძელით ამოცნობა ასეთი დახასიათებიდან განაგრძეთ ნახვა, ვინც არა და რა თქმა უნდა ასკროლით და ეს ვიდეო არ არის თქვენზე. ვინ ხართ თქვენ დღევანდელი მდგომარეობით? თქვენ ამხოდით უმაღლესი არკანი, თქვენ ხართ ქარიზმატული, თქვენ ხართ მამაცი, თქვენ ხართ სექსუალური, უდიდესი ენერგია თქვენში და საერთოდ თქვენ ხართ რაღაც გამორჩეული ენერგეტიკის ადამიანი. კარგით, რა კავშირია თქვენ ორს შორის? ნახოთ. ესე იგი, ეცეთ როგორი კავშირია, რომ ეს არის რისკი, ეს არის რაღაც იმედგაცრუება, ან ყოფილა დავუშვათ წარსულში იმედგაცრუება, ვისაც ახალგაცნობილი გყავთ და არავითარი ურთიერთობა არ გქონიათ ჯერ, ეს შეიძლება თქვენ გქონდათ რაღაც წარსულში, ან მას რაღაც ურთიერთობა, რომელმაც შესაძლებელია მასზე იმოქმედა, ასე ვთქვათ, სტრესულად. ან თქვენზე ფიქრებში არის, იცით როგორ მოლოდინი, რომ არ იცით გაამართლებს თუ არა, ეს არის 50-50-ზე, როდესაც არის რაღაც თუნდაც რაღაც ფიქრებში მესამე ადამიანი. შესაძლებელია ეს თქვენი ადამიანი თქვენზე ეჭვიანობს და ფიქრობს, რომ მესამეც არსებობს ურთიერთობაში და რეალურად შესაძლებელია არავითარი მესამე არ არსებობდეს. უბრალოდ ის მუდმივად ფიქრობს ამაზე
ასევე აქ არის როდესაც ადამიანი ცდილობს თავი ხელში აიყვანოს, დააბალანსოს ემოციები, გრძნობები და დაკავდეს ძირითადად ოჯახური საკითხებით. აი რაღაც ამდაგვარი კავშირია თქვენს შორის, ანუ ემოციების დათრგუნვა, იმიტომ რომ შემდეგ ამან არ გამოიწვიოს იმედგაცრუება. რაღაც ესეთი უცნაური კავშირი მოგვეთხოვ არკანებმა. კარგით, ვინც ამოიცანეთ თქვენი სიტუაცია, რისი თქმა სურს ადამიანს თქვენთვის, ვინც ჩაიფიქრეთ და რაღაც მიზეზების გამო არ გეუბნებათ. ამ ადამიანს გრძნობა აქვს ვეფასებო თქვენს მიმართ. შეხვედრა სურს, მას სურს გითხრათ, რომ თქვენ ხართ მისი სიყვარული. კიდევ რისი თქმა სურს, ძალიან კმაყოფილია ის პირველ რიგში საკუთარი თავით და საკუთარი მიღწევებით. თუმცა მიღწევაში რა იგულისხმება? ანუ თქვენი ყურადღება, თქვენი არსებობა მის ცხოვრებაში. თუმცა ადამიანს უჭერს მოქმედებები. აი ამას არ გეუბნებათ და არ გეტყვით სავარაუდოდ. მისთვის ძალიან რთულია იმოქმედოს. რატომ არის რთული? იმიტომ რომ არის ძალიან იჭვიანი, ის არ ენდობა არავის, ის მუდმივად აკონტროლებს და ამოწმებს ინფორმაციებს, თქვენ თვალს გადევნებთ სოციალური ქსელების საშუალებით და საერთოდ არის რაღაცა მოსადივით, ანუ ესე იგი ცდილობს, რომ ინფორმაცია მიიღოს მეტი თქვენზე და შესაძლებელია ამას არ გეუბნებათ, რომ ის არის ეჭვიანი, ის არის ადამიანი, რომელიც არც თქვენ არ გინდობათ და არც ზოგადად ინფორმაციას რამეს რომ მიიღებს, სხვადასხვა წყაროებთან სურს, რომ გადაამოწმოს, რომ დარწმუნდეს არის თუ არა სიმართლე. აი ესეთი როა, რაღაც ცოტა ნერვიული და ცოტა ცეთ როგორი, აი რაღაც შეიძლება ზოგჯერ პანიკური გამოხტომებიც გქონდეს. აი ამას არ გეუბნებათ, არ სურს ამის თქმა და გასაგებია რატომაც. კიდევ რისი ამის თქმა არ სურს და რისი თქმა სურს და ვერ გეუბნებათ. რაღაც ძალიან განადგურებული, რაღაცა ძალიან განიცდით ის გზასთან დაკავშირებით. თქვენ შორს ხართ მისგან, ну შესაძლებელია მენტალურად, მას სურს, აი ძალიან სურს, რომ იმოქმედოს. ხმართ, აი ესეთი არკანები ამოდის. ძალიან იზიდავთ თქვენ მას. ერთადერთი რაზეც ფიქრობს, ეს არის თქვენთან სექსუალური სიახლოვე. შანსი თხოვს თქვენგან. თუმცა სურს მას ფარული ურთიერთობა. ანუ ეს არ არის რაღაც კანონიერი ურთიერთობა, ეს არ არის რაღაც ოფიციალური, გაოფიციალურება. თქვენთან მას სურს ურთიერთობა ისეთ დროს, როდესაც ის არის თავისუფალი, ან ღამეა, ან არ სურს, ასე ვთქვათ, გახსნილი ღია ოფიციალური ურთიერთობა თქვენთან. კიდევ კომფორტის ზონიდან გამოსვლაც არ სურს მას, თუმცა სურს, რომ განვითარდეს და როგორ განვითარდება ასეთ ფიქრებში და პირობებში, ამიტომაც არის სტაგნაცია, ამიტომაც რატომღაც არ მიიწევს წინ ურთიერთობა. და თუ ხდება ის ამას, რომ არა, ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის წინსვლაზეა მომართული და თავის მიზანს ყოველთვის აღწევს და მისი მიზანი, როგორც ჩანს, არის ეს თქვენთან ურთიერთობა, ოღონდ, ჯერჯერობით ამ ეტაპზე ფარულად, ასე ვთქვათ. კარგით, კიდევ რისი თქმა სურს და ამაზე დავასრულოთ. ძალიან იზიდავთ, თუმცა თქვენს შორის არის, ასე ვთქვათ, რაღაც ბარიერი, დროიწურება ძვირფასებო, შევხვდებით მომდევნო
ვიდეო.